კომუნისტური იდეოლოგიის გამოყენებით კრემლი აღმოსავლეთ და ცენტრალურ ევროპას თითქმის ნახევარი საუკუნის განმავლობაში აკონტროლებდა. საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ კი რუსულ იმპერიალიზმს აგრესიული საგარეო პოლიტიკის გატარების მიზნით ახალი ინსტრუმენტები დასჭირდა. თუკი კრემლი წითელი დროშის ქვეშ მეზობელ სახელმწიფოებთან კონფლიქტებსა და დაპირისპირებას ამ სახელმწიფოების ტერიტორიაზე მცხოვრები მუშათა კლასის წარმომადგენელთა დაცვის საბაბით იწყებდა, თანამედროვე რუსული სახელმწიფო მეზობელ ქვეყნებთან კონფლიქტსა და დაპირისპირებას ამ ქვეყნების ტერიტორიაზე მცხოვრები რუსეთის ფედერაციის მოქალაქეების დაცვის მიზნით იწყებს. დღესდღეობით აღმოსავლეთ ევროპაში კრემლთან ირიბად თუ პირდაპირ დაკავშირებული 6 სეპარატისტული მოძრაობა არსებობს. 2 მათგანი საქართველოს რეგიონებშია, 2 მათგანი უკრაინის, 1 მოლდოვასა და 1 კი აზერბაიჯანის ტერიტორიაზე. დავიწყოთ ჩვენი სახელმწიფოს ოკუპირებული რეგიონებით. აფხაზეთის ოკუპირებული რეგიონი, მასში ცხოვრობს 250,000-მდე ადამიანი და აფხაზეთის ოკუპირებული რეგიონის ეგრეთ წოდებული დამოუკიდებლობა არის აღიარებული გაეროს წევრი 5 სახელმწიფოს მიერ. ესენი არის რუსეთის ფედერაცია, სირია, ვენესუელა, ნაურუ და ნიკარაგუა. გადავინაცვლოთ სამაჩაბლოს რეგიონში. ცხინვალის რეგიონი, რომლის ტერიტორიაც არის დაახლოებით 4,000-მდე კვადრატული კილომეტრი, მოსახლეობა 60,000-მდე, ხოლო მთლიანი შიდა პროდუქტი არის დაახლოებით 100 მილიონი ამერიკული დოლარი. გადავინაცვლოთ უკრაინის ტერიტორიაზე. დონეცკის სახალხო რესპუბლიკა და ლუჰანსკის სახალხო რესპუბლიკა ერთობლიობაში ქმნის დონბას. დონეცკის სახალხო რესპუბლიკის მოსახლეობა არის ყველაზე მრავალრიცხოვანი ამ 6 სეპარატისტული რეგიონიდან და ზოგადად დონბასის რეგიონი ცნობილი არის წიაღისეულით და მათ შორის ყველაზე დიდი რაოდენობით ქვანახშირით. გადავინაცვლოთ ლუჰანსკის სახალხო რესპუბლიკის სლაიდზე. ლუჰანსკის სახალხო რესპუბლიკა ანექსირებული ყირიმის ნახევარკუნძულთან ერთად წარმოადგენს უკრაინის ორადორ რეგიონს, რომლის ტერიტორიის თითქმის 100%-ს აკონტროლებს კრემლის საოკუპაციო ჯარი. გადავინაცვლოთ სამხრეთ კავკასიის რეგიონში, ეგრეთ წოდებული არცახის რესპუბლიკა, მთიანი ყარაბაღის რესპუბლიკა. დღეს აზერბაიჯანის თავდაცვის სამინისტროს წარმომადგენელთა მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად რეგიონში განახლებულია სამხედრო მოქმედებები, ხოლო თავად მთიანი ყარაბაღის ტერიტორიაზე ბოლო რამდენიმე თვე არის, რაც ჰუმანიტარული კრიზისი არის, ვინაიდან მიდამოს დამაკავშირებელი ერთადერთი დერეფანი, ლაჩინის დერეფანი უკვე რამდენიმე თვეა გადაკეტილი არის და მიზეზად სახელდება აზერბაიჯანელი ეკოაქტივისტების მიერ ამ გზის გადაკეტვა და ასევე ბაქოში ამტკიცებდნენ, რომ ამ ლაჩინის დერეფნის გავლით სტეფანაკერტში და მთიანი ყარაბაღის რეგიონში შეჰქონდათ კონტრაბანდული საქონელი და ბოლო გახლავთ დნესტრისპირეთის მოლდავური რესპუბლიკა, ეგრეთ წოდებული. ყველაზე საინტერესო და ყურადსაღები საკითხი ამ სეპარატისტულ ერთეულთან დაკავშირებით გახლავთ ეგრეთ წოდებული ყობაშნას ტყვია წამლის საცავი, რომელიც გახლავთ აღმოსავლეთ ევროპაში ყველაზე დიდი ტყვია წამლის საცავი. ეს არის ცივი ომის და საბჭოთა კავშირის მემკვიდრეობა. საბჭოთა შერეღებული ძალების მე-14 არმიას ეკუთვნოდა ეს ტყვია წამლის საცავი და იქ საუბარი არის დაახლოებით 20,000 ტონამდე ტყვია წამალზე. აღმოსავლეთ ევროპაში კრემლის მიერ მხარდაჭერილი სეპარატისტული რეჟიმების შესახებ სასაუბროდ ჩვენ დღეს მოვიწვიეთ საერთაშორისო ურთიერთობების სპეციალისტი, პროფესორი და ავტორი თორნიკე შარაშენიძე. მოგესალმებით ბატონო თორნიკე. საღამომშვიდობის ნება. რამდენად შეიძლება ითქვას, რომ მოსკოვი ფლობს საავტორო უფლებებს, როდესაც საქმე ეხება მეზობელი სახელმწიფოების დასუსტებას სეპარატიზმის მეშვეობით? კი, რა თქმა უნდა, სამწუხაროდ ეს ასე არის, იმიტომ რომ გავლენები დარჩენილია და მე ესე ვთქვათ, მინდა გამოვყო რამდენიმე ელემენტი ამ გავლენის. პირველი, რა თქმა უნდა, ეს არის სამხედრო ყოფნა, ალბათ ყველაზე მნიშვნელოვანი და ამ მხრივ მოსკოვს გააჩნია ექსკლუზივი, მათ შორის, რა თქმა უნდა, კავკასიაში, იმიტომ რომ გიუმრის ბაზა არის ძალიან დიდი და მას, რა თქმა უნდა, ახლა ვერ განაიჭერებენ ვერანაირად იქ თურქი დამკვირვებლები, იქ არიან თურქი დამკვირვებლები, მაგრამ რა თქმა უნდა, ისინი მას ვერ განაიჭერებენ ვერანაირად. გარდა ამისა, მას ემატება თავისთავად ცხადია რუსულენოვანი მოსახლეობა, რომელიც ასევე წარმოადგენს ბერკეტს და პლუს ამას ჩვენ არ უნდა დავიწყოთ ცხადია ასევე კულტურული გავლენა, ანუ რუსული ენის ფაქტორი და ასევე ეკონომიკური გავლენაც, იმიტომ რომ ყოფილი საბჭოთა კავშირი განსაკუთრებით ეკონომიკურად უდიდესი ნაწილი, მე შეიძლება ითქვას, გვინდა არ გვინდა, მაინც არის მიმული რუსეთის ბაზარზე, იმიტომ რომ ეს არის რეგიონში ყველაზე დიდი და ყველაზე მდიდარი სახელმწიფო. თავისთავად ცხადია ამ ფაქტორს იგენებს ეკონომიკურ ბერკეტებად. საქართველოსაც აქვს მოიხსენებათ
ძალიან ინტენსიური ვაჭრობა რუსეთთან, ის კი არა, ბოლომდე მას ვერ ჩამოეხსნა ვერც სიტყვაზე, ვერც ნატოს წევრი სახელმწიფოები და ევროკავშირის წევრი სახელმწიფოები ბალტიისპირეთის სახით, ხო? იმიტომ რომ, გინდა არ გინდა, მის იგნორირება შეუძლებელია. ბოლოს და ბოლოს ეს არის სხვა თუ არაფერი ხორბლის პირველი თუ არა მეორე ექსპორტიორი მსოფლიოში. ბატონო თორნიკე, რამდენად არის შესაძლებელი, რომ რუსეთის მიერ წარმოებული ეს აგრესიული საგარეო პოლიტიკა თავად მიუბრუნდეს კრემლს ჩვენ ვიცით ჩეჩნეთის ორი ომის შესახებ მაგალითად? კი, რა თქმა უნდა, ეს საფრთხე მას თვითონ უდგას და ბოლომდე არ გამქრალა და 10 წლიულები შეიძლება ითქვას დაჭირდა ჩრდილო კავკასიის პრობლემის მოგვარებას, უდიდესი მსხვერპლი, უდიდესი დანახარჯი და ასე შემდეგ. ჩანს მათ იმედი აქვთ იმისი, რომ თავის დროზე იმდენად სასტიკად გაუმგლავდნენ ჩეჩნებს, რომ ამის შემდეგ წესით ეხლა ჩეჩნებს მსგავსი სურვილი აღარ უნდა გაუჩნდეთ. ჩანს მათ, ესე ვთქვათ, იმის იმედი აქვთ პრეცედენტი, რომელიც შექმნეს, რომ ვინც გვეწინააღმდეგება მას სასტიკად ვსჯით, მაგრამ მე ვინ შეგვირიგდება მას ვეხმარებით, იმოქმედებს. ანუ რას გულისხმობ? ისე და ისე ჩეჩნეთის მაგალითი. სანამ ებრძოდნენ, მას უსწორდებოდნენ დაუნდობლად გაასწორეს მიწასთან გროზნო თავის ქალები ან ბავშვები ან კადრები არსებობს საშინელი, მაგრამ მე როცა მოხდა შერიგება, როცა კადიროვის მამა შეურიგდა რუსეთის ფედერაციას, ძალიან დიდი ფული ჩაიდო იმაში, რომ ეს დანგრეული ჩეჩნეთი აღედგინათ და ეშენებინათ ხელახლა მაშორილი გროზნო და დღემდე ჩეჩნეთი არის ერთ-ერთი პირველია თუ არ ვცდები რესპუბლიკებიდან, რომელიც იღებს ავტონომიებიდან, რომელიც იღებს უდიდეს დახმარებას ცენტრალური ბიუჯეტიდან, მოსკოვიდან. ამის პრეცედენტის იმედად ალბათ არიან ჩემი აზრით, რომ აი სასტიკი დაჟა იმათ ვინც გვეწინააღმდეგება, მაგრამ ვინც შეგვირიგდება, ისევ და ისევ განმეორდები იმათ მოვეფერებით. ბატონო თორნიკე, ჩემი ბოლო შეკითხვა, რა უნდა გააკეთოს ჯანმრთელმა სახელმწიფომ, რომ სეპარატიზმი მოიგერიოს? ჯანმრთელმა სახელმწიფომ, რა თქმა უნდა გააკეთოს მაქსიმუმი იმისთვის, რომ თითოეული მისი მოქალაქე ყავდეს ბედნიერი და თითოეული მისი მოქალაქე მიიგრძნოს თავის სრულფასოვნად და ეს არის ყველაზე მნიშვნელოვანი. გარემტე რა თქმა უნდა შეიძლება რომ რაღაცა გაგიფუჭოს, დაგიშაოს, მაგრამ შენ თუ არ მიცემ შენ მოქალაქეებს საბაბს რაიმე უკმაყოფილების, ჩემი აზრით სეპარატიზმის დამარცხებაც შეიძლება. თავის დროზე ჩვენ გავუსწინოთ თავის დროზე ეს მოახერხა ასე თუ ისე ბალტიისპირეთმა 20-იანი წლების ბოლოს, როცა ესტონეთს და ლატვიას ყავდა უზარმაზარი რუსული უმცირესობები, მაგრამ მათ პრობლემები არ შექმნეს, ვერ შექმნეს, იმიტომ რომ, გაიარეს მათ ესე თქვა ძალიან ჭკვიანურად ეს ძიმე გამოცდა, არ აღზნობინეს მათ თავი იმპერიოდში არანაირად მეორე ხარისხოვან მოქალაქეებად. მერე მოგვიანებით გაჩნდა პრობლემები, მაგრამ უკვე გვიანი იყო და ეს მოსკოვმა ეს ბერკეტი ვერ გამოიყენა 2000-იან წლებში, როცა მოსკოვი გახდა აგრესიული სახელმწიფო. ანუ ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი. სახელმწიფომ ყველა თავის მოქალაქეებზე უნდა იზრუნოს და არ უნდა მისცეს მას საბაბი არანაირი უკმაყოფილების. მიუხედავად იმისა, რომ გარედან შეიძლება ხდებოდეს ახალისა, მაგრამ შენ უნდა გააკეთო მაქსიმალურად იმისთვის, რომ აი სეპარატიზმი აქ არ გაჩნდეს, სწორედ ამის მეშვეობით, რომ შენ იყო ღირსეული სახელმწიფო.